ქართული ოცნება საჯარო მოხელეებზე კონტროლს კარგავს. შეცვლილი საგარეო პოლიტიკის გამო რეჟიმს საჯარო სამსახურში დასაქმებულები ერთობლივი განცხადებით ემიჩნებიან. ოლიგარქის შეშინებულმა გუნდმა კი საპასუხოდ მათი დასჯა გადაწყვიტა. საკადრო წმენდა უკვე დაიწყო კახი კალაძემ. ირკვევა, რომ მერიის სამსახურებისა და სიპების უფროსებს იბარებენ და თათბირებს უტარებენ. დავალება ასეთია, მათ უნდა გაათავისუფლონ ყველა თანამშრომელი, რომელმაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას მოაწერა ხელი. გავადრო და თვითონაც დაიწყებენ საუბარს, ღიად რა ტერმინებით იყო საუბარი, გამოყენებული იყო თეთრი ყვავის ტერმინი ერთ-ერთი გამგებლის მიმართ, რომ აი შენმა გამგებლის თანამშრომელმა მოაწერა ხელი და რატო გააკეთა ეს და ასე შემდეგ. სხვადასხვა თათბირები ჩატარდა სიპებსა და აიპებში და მათ შორის როგორც ინფორმაცია მაქვს მეეზოვეებსაც კი უთხრეს, რომ არავინ არ შემოერთებოდა განცხადებას, რადგან მაგალითად ბოტანიკური ბაღის რამდენიმე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, სხვადასხვა სიპებიდან და აიპებიდან მოაწერეს განცხადებას ხელი და ამის საპასუხოდ ჩატარდა დიდი თათბირები და დაანონსდა დიდი რეპრესიები. იმ სამსახურების უფროსებს, რომლებმაც თბილისის მერის უკანონო დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს, სამსახურის დატოვება თავად მოუწიათ. ამ სიაში აღმოჩნდა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსიც. მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით ვაკანტურ პოზიციაზე ოლიგარქის ერთ-ერთი მარიონეტის მამუკა მდინარაძის ცოლის კანდიდატურა განიხილება. სამსახურის დატოვების ფაქტს მთავარი შაბათს თავად მარგებაძე უდასტურებს. იახ ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა, მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ, მადლობა ნახვამდის. გიორგი მარგებაძე ერთადერთი არ არის, ვისაც კალაძის რეპრესიები შეეხო. სამსახურიდან გათავისუფლებაზე ოფიციალური ბრძანება ჩააბარეს თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს, რომელიც მერიაში 7 წელი მუშაობდა. ბრძანებას ხელი საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ჯოჯუამ მოაწერა. ბოლო პერიოდში თქვენც მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ქვეყანაში და ამას მოყვა სხვადასხვა უწყების საჯარო მოსამსახურეების მხრიდან კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელება. თბილისის მერიაშიც დაახლოებით 200-ზე მეტმა ადამიანმა მსგავს განცხადებას მოაწერა ხელი და მეც ვიყავი მათ შორის ერთ-ერთი. გადაწყვეტილების მიხედვით ირკვევა, რომ ჩემი ფუნქცია, ასე ვთქვათ, მედიასთან ურთიერთობის ფუნქცია უქმდება, შესაბამისად არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება. ქვეყანა საით მიექანება, ჯერ კიდე საკითხავია, ამის ფონზე რომელიმე საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება კონკრეტული საფუძვლით თუ საფუძვლოდ დღეს უკვე გასაკვირი არ არის. გავიხედოთ რა ხდება ქუჩებში, გავიაზროთ და გავიხსენოთ რა ხდებოდა 2 კვირის წინ რუსთაველზე და ამის ფონზე მე არ მგონია, რომ მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება. კალაძის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას ხელი თავად კალაძემ მოაწერა. არადა სოფრომაძეს უვადო ხელშეკრულება აქვს და ის მერიაში 8 წელი მუშაობდა. მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ერთ-ერთია, რომელმაც ხელი საჯარო მოხელეების კრიტიკულ განცხადებას მოაწერა. 1 იანვრიდან ვარ გათავისუფლებული ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გელა ჩიბიაშვილის მიმართვის საფუძველზე, რომ მის სამსახურში ჩემი პოზიცია აღარ არის საჭირო. დღეს მერი საუბრობდა, რომ თითქოს თბილისის მერიაში შეშინებულთა მიმართულებით პროგრამები უკვე დაინერგა და მეტი გასაკეთებელი აღარაფერი აღარ არის, რომ თითქოს ჩემი თავი და ჩემი სამუშაო ამოწურულია მერიაში და ამიტომ აღარ გაგრძელდა ხელშეკრულება ჩემთან. ჩემთან ხელშეკრულება გასაგრძელებელი არ იყო, ჩემთან ხელშეკრულება უბრალოდ შეწყდა. რაც ყველაზე რთული იყო არა მარტო მერისთვის, არამედ ზოგადად მათი გუნდისათვის იყო ის, რომ გაცილებით მეტი ადამიანი არის, რომელიც ჩვენს პოზიციაზეა, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო ხმას ვერ იღებს და არ ესიამოვნათ ის, რომ ვერ გაატარეს პირველივე წუთებიდან ეს რეპრესიები. რეპრესიები ამოქმედდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პრობაციის სააგენტოშიც. თბილისსა და ქუთაისში პრობაციის სამსახურზე უარი ჯამში 15-მდე ადამიანს უთხრეს. მათ შორის ძირითადად სოციალური მუშაკები არიან.
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მოგვეწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ, რომ მომდევნო წლის 1 იანვრიდან ჩვენი შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდებოდა. ერთადერთი ბუნდოვანი მიზეზი, რაც დაგვისახელეს, არის რესურსების დეფიციტი. ეს არის ჩვენი პროფესიული მოვალეობა, რომ ამ ადამიანების ძალადობის ფაქტებზე და სოციალური სამართლიანობის დაცვის კუთხით გქონდეს, რა თქმა უნდა, რეაგირება და რეაქცია გამოვთქვათ ამასთან დაკავშირებით. გამოვხატავდი ჩემს პოზიციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მუქიათ მხარს ვუჭერდი ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე ხელი მოვაწერე საჯარო პეტიციას, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა პროფკავშირმა. უშუალოდ ჩემი სამმართველოდან გათავისუფლებული ვართ 2 სოციალური მუშაკი, ასევე მეორე სამმართველოდან გათავისუფლებულია სოციალური მუშაკების ზედამხედველი და ასევე ფსიქოლოგი და ქუთაისის რეფერირების ცენტრიდან იმავე უწყების ქვეშ არსებული დეპარტამენტიდან არის გათავისუფლებული ასევე ერთადერთი სოციალური მუშაკი და ერთადერთი ფსიქოლოგი, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრმა ფაქტობრივად შეწყვიტა მუშაობა. ჩვენი რესპონდენტების მონაყოლი ცხადყოფს, რომ პრობაციის სააგენტოში სოციალური მუშაკების დეფიციტია. ქუთაისის სააგენტო კი ფაქტობრივად კადრების გარეშე დარჩა. თუ ერთადერთი მიზეზი პოლიტიკური ანგარიშწორება არ არის, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება დასაქმებულების ნაწილს. ხელშეკრულებით დასაქმებაც მოხდა იმის გამო, რომ მყისიერად სჭირდებოდათ კადრები, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის რაოდენობა იმდენად დიდი არის, რომ უკვე დასაქმებული სოციალური მუშაკები ვეღარ აუდიოდნენ ამ საქმეებს. ჩემ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა არც ჩემი სამმართველოს უფროსი და არც დეპარტამენტის უფროსი. შესაბამისად ის იყო საერთოდ მოულოდნელი რაღაცა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ წინა დღეს დამეწერა ერთი დღის ვადაში 27 ახალი საქმე და ბუნებრივია ამ საქმეებზე რეაგირება ინდივიდუალურად მევალება. მეც აღვნიშნავ იმას, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემს აზრსაც ვაფიქსირებდი სოციალურ ქსელში და სხვა პლატფორმებზეც. ასევე ვიყავ პეტიციის ხელმომწერიც ერთ-ერთიც და შეიძლება რომ ესეც გახდა ნამდვილად საფუძველი იმისა, რომ გათავისუფლებულთა სიაში მოვხვდი, თუმცა ამას არ მიდასტურებენ ბუნებრივია. სანქცირებული ოლიგარქის გუნდმა უკვე გამოაცხადა რეპრესიები იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც გაბედეს და თქვეს, რომ ემსახურებიან არა პარტიას, არამედ სამშობლოს. ახლა ამ ადამიანებს ევროპულ მომავალთან ერთად საკუთარი სიმართლის დაცვაც მოუწევთ. მათი უმრავლესობა სამართლებრივი დავისთვის მზად არის. სახელმწიფოს იდეის გადარჩენისთვის ბრძოლაში კი სხვა კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვთ. მათი აზრით, ახლა დუმილი სხვებმაც უნდა დაარღვიონ.